Თქვენი შეფასება უნდა მოვისმინოთ გუშინდელ ამ ძალადობაზე, დემონსტრაციულ ძალადობაზე, პროტესტის მშვიდობიანი მონაწილე მოქალაქეების მიმართ. გუშინ ჩვენ რაც მელიქიშვილის გამზირზე ვიხილეთ, ამას ვამბობ არა მხოლოდ როგორც პოლიტიკოსი, არამედ თქვენ იცით, რომ მე მაქვს იურიდიული განათლება და მაქვს შესაძლებლობა გარკვეული მოვლენების შეფასების, ხო და მოქმედებების შეფასების. გუშინ რაც ჩვენ ვიხილეთ მელიქიშვილის გამზირზე, ეს არის წინასწარ დაგეგმილი, ორგანიზებული, ჯგუფური ძალადობა. ანუ ის დანაშაული, რომელიც არ ჩაუდენია ანდრო ჭიჭინაძეს, ირაკლი მიმინოშვილს და სხვებს, ხო 11 პირიანი და 8 პირიანი საქმე გვახსოვს ჩვენ, სადაც მიუსაჯეს 2 წელი და ზოგს 2 წელიწადი და 6 თვე. სადაც არც ერთი მტკიცებულება არ არის ამის, მაგრამ მიუსაჯეს, მაგრამ გუშინ ჩვენ ხედავთ ამის აპირისპიროდ წინასწარ დაგეგმილ ორგანიზებულ ჯგუფურ დანაშაულს და ამ წუთამდე არავინ არ არის დაკავებული. თქვენ როგორც იურისტმა გითხარით რა ასაბუთებს ამას, რომ ეს იყო ორგანიზებული, რომ იყო წინასწარ დაგეგმილი. ორგანიზებული ცხადია, ისინი ყველა ოფისიდან გამოდიოდნენ ქართული ოცნების, მაგრამ აი ჯგუფურით შესაბამისად ეს არის, რომ რამოდენიმე პირთა ჯგუფი, ანუ რამოდენიმე ადამიანი ერთობლივად ჩადის დანაშაულს. ორგანიზებულობას მიუთითებს ის, რაც კადრები ჩვენ ვიხილეთ ერთი და მეორე, რასაც მე იქ მყოფი ადამიანები უთითებენ თუ როგორ მოხდა ის რომ ადგილზე იმ წუთას პოლიცია არ იყო, ანუ წინასწარ დაგეგმილი იყო, ხო? დატოვებული იყო პოლიციის კორდონის გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანებისათვის აზრის გამოხატვის თავისუფლება რისკის ქვეშ იყო იმ წუთას დაყენებული, რაც წინასწარ იყო შეთანხმებული დიდი ალბათობით, ხო? ამიტომ ნამდვილად რომ დაუბრუნდე მთავარ სათქმელს, ეს არის წინასწარ დაგეგმილი ორგანიზებული დანაშაული და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამაში არიან ჩართულები ქართული ოცნების მაღალ ჩინოსნები, იმიტომ რომ ეს არ დაიგეგმებოდა, რომ არა ეს ვერ აღსრულდებოდა, უბრალოდ რომ არა კალაძის სანქცირება და რომ არა შინაგან საქმეთა მინისტრის სანქცირება ამასთან დაკავშირებით, ხო? ახალგაზრდა ადამიანები იყვნენ შემსრულებლები, რომლებიც ასევე ჩართული არიან ამ ორგანიზებულ. კი, აუცილებლად. ეს არის ძალიან თვალსაჩინო. გუშინ ჩვენ ხედავდით რას? ოცნება, რომელიც ფარისევლურად ამოფარებულია ქართულ ღირებულებებს და ვითომ ტრადიციების დამცველად გვევლინება, ქალებს ბავშვებს, ახალგაზრდებს ფიზიკურად უსწორდებოდა და ანუ არავინ არ არის რა თქმა უნდა დაკავებული და ამათ პირობებში ეს არ იქნება დაკავებული არც ერთი, მაგრამ მე მინდა ჩვენს მოქალაქეებმა იცოდნენ და ახსოვდეთ, რომ ოცნება ამ წუთას არის ძალიან მძიმე დღეში. ოცნება ძალიან მალე დასრულდება, ამაში ვარ სრულიად დარწმუნებული, ძალიან მალე დასრულდება და ყველა ის პირი, ვინც ამ ყველაფერში იღებდა მონაწილეობას და ეს მოქალაქეები, მედია, ჩვენც მათ შორის ახალი და კოალიციაცულებისთვის შიფრავთ ამ ხალხს, უკვე ვიცით ვინც არიან ეს ადამიანები და ყველა ეს პირი იქნება სათანადოდ პასუხისგებაში მიცემული. ამიტომ პირველი მოქალაქეებმა იცოდეთ, რომ არც ერთი თქვენი შეურაცხყოფა, ფიზიკური ძალადობა თუ მორალური შეურაცხყოფა არ დარჩება რეაგირების გარეშე, მას შემდგომ რაც ეს დაშლის პირას მისული ოცნება დასრულდება და ეს მალე მოხდება და მეორე, ყველა ის პირი, ვინც იღებთ ამაში მონაწილეობას, ან აპირებთ რომ მიიღოთ, იცოდეთ, რომ სამართალი თქვენს კარზე აუცილებლად მოვა და კანონის უმკაცრესად, ოღონდ ჩვენ შემთხვევაში სამართლიანი სასამართლოს პირობებში და მოქალაქეებს მინდა უთხრა ასევე, რომ შეაგროვონ მტკიცებულებები, ეს არის ჯანმრთელობის ცნობა, ვიდეო მასალები, სადაც მასზე თავდასხმა ჩანს და აი ეს მტკიცებულებები შეაგროვონ, მოგმართონ ჩვენ, მე პირადად მომმართონ, მოგმართონ ახალს კოალიციაცვლილებას და ჩვენ დავეხმარებით ყველაფერს ნაბიჯად და ამ ყველაფერს არა მარტო სამომავლო ასე ვთქვათ პასუხისგებისთვის გამოვიყენებთ, არამედ დღეს უკვე მივაწვდით ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს იმისათვის რომ მოხდეს რეაგირება. ამ სასამართლოს პირობებშიც მიგაჩნიათ გამართლებულად, რომ ამაზე დაიწყონ მოქალაქეებმა დავა ქართული ოცნების სანამ ეს ამბავი სასამართლოში მივა, მანამ არის გამოძიების ეტაპი და გამოძიება უნდა ჩატარდეს სრულფასოვნად. გამოძიებისთვის მიმართვას აქვს ერთადერთი მიზანი ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ გამოძიება რა თქმა უნდა ქართული ოცნების ბიძინა ივანიშვილის ეგრეთ წოდებული შინაგან საქმეთა მინისტრი არალეგიტიმური სხვათა შორის რა თქმა უნდა არ მოახდენს რეაგირებას და ეს რეაგირება რომ ყოფილიყო ჩვენ ნახავდით წუხელივე ან დღესდილას ამ დრომდე ვინმეს დაკავებას, ვინმეს გამოკითხვაზე დაბარებას, რაც ჩვენ არ გვინახავს, ხო? მაგრამ ეს მიმართვები საჭიროა იმისთვის, რომ ერთი მოხდეს საჩივრების დაფიქსირება სამომავლო რეაგირებისთვის და მეორე, თავად აი იმ პირების პასუხისგებლობის საკითხიც დადგება დღის წესრიგში, ვისაც ევალებოდა გამოძიება, არ გამოიძია, ვინც საჩივრები მიიღო, ვინც კადრები ნახა, ვინც ნახა რა მოხდა, ევალებოდა რიგითი გამომძიებლით დაწყებული ეგრეთ წოდებული შინაგან საქმეთა მინისტრით დასრულებული და კიდევ ერთი საგულისხმოა
ჩვენ ნახეთ აი რაღაცა შტირს თუ რაღაცას ეძახიან მოკლედ ამ დრიმს თუ ძიმე საგანი რომელსაც უტყავდა კი ბატონო რომელსაც იყენებდა მოქალაქეების წინააღმდეგ ერთ-ერთი ტიტუშკა ოცნების ერთ-ერთი ტიტუშკა და ის დაკავებული არ არის მაშინ როდესაც თავდაცვის პირობებში ერთ-ერთი ბექა ვიღაცა ერთ-ერთი გოცირიძე მე მგონი რომ მიადგა პროვოკაციულად დანით თორნიკეთო შხუა უსაფუძვლოდ არის დაკავებული სხვა პირთან ერთად, მაგრამ თორნიკეს რატო ვახსენებ? მას ათეულობით დღეში მშილა იმ უსამართლობის განცდაში, რაც რის გამოც არის დაკავებული, ხო? და ბევრი თხოვნის და ასე ვთქვათ, მოწოდების შემდგომ მან შეძლო და შეწყვიტა ეს შიმშილობა და გავიხსენოთ ასევე ეს შტირიანი ადამიანი, რას ამბობდა? პოლიციელს ეუბნებოდა, რომ ჩვენო შენიანები ვართო. ნახეთ ქართულმა ოცნებამ რა გამოიწვია პოლიცია და საზოგადოება დაყო თავისიანებად და მტრებად. მტრები არიან ის ადამიანები მათთვის ვინც თავისუფლებისთვის იბრძვის, ვინც ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის იბრძვის, ვინც ევროპული ღირებულებებისთვის და მომავლისთვის იბრძვის, ვისაც არ უნდა რომ ვიზა ლიბერალიზაცია გაჩერდეს და საერთაშორისო იზოლაციაში მოვხდეთ, ხო? და ჩვენ ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, დღეს აქციაზე ვიქნებით ყველანი და ბევრი უნდა ვიყოთ, კიდევ მოქალაქეების მიმართავ ამ კუთხით, მაგრამ ჩვენ ასევე ბევრი უნდა ვიყოთ 13 სექტემბერს 19 საათზე თესეუს პირველ კორპუსთან, საიდან რომ ეს აქცია პირდაპირ ემსახურება იმას, რომ უვიზო რეჟიმი შენარჩუნდეს საქართველოსთვის, ოღონდ აქ ხაზი მინდა გაუსვა, უვიზო რეჟიმი და ევროპული ღირებულებები და ქართული ოცნება ერთმანეთთან არის სრულიად შეუთავსებელი. ქართული ოცნების ქმედებები სახელდება ევროკავშირიდანაც მთავარ მიზეზად, რომ შეიძლება გაუქმდეს უვიზო მიმოსვლა ქვეყნისთვის. პოლიციელები ახსენეთ თქვენ და ის შემთხვევა, რაც ჩვენს ეთერშიც გავიდა, როგორ ეუბნება ეგრეთ წოდებული ტიტუშკა პოლიციელს, რომ შენიანი ვარ, ქართული ოცნების წევრი ვარ. გარდა იმისა, რომ პოლიციის აბსოლუტურ დეინსტიტუციონალიზაციას ახდენს ქართული ოცნება, ხომ ფაქტობრივად ნდობა არის დაკარგული პოლიციის მიმართ. აქვს პოლიციას იმხელა ძალა, ახლა რომ თავისი რეჟიმის გამტკიცებისთვის გამოიყენოს ეფექტურად ქართულმა ოცნებამ, ეს არის მისი ერთ-ერთი დასაყრდენი? რიგითი პოლიციელები დიდი ბოდიში მარიკა ლაივი კოალიცია ცვლილებისთვის ლაივი ჩვენი ბრიფინგია უნდა შევუშვათ ეთერში განცხადება კეთდება აქციაზე და მე დავუბრუნდეთ ამ კითხვას. კოალიცია ცვლილებებისთვის სახელით ჩვენი გუნდის სახელით გვინდა გამოვეხმაუროთ გუშინდელ ამაზრზენ აღმაშფოთებელ და საშინელ ფაქტს, რომელიც მოხდა მელიქიშვილზე. ჩვენ ნახეთ დაორგანიზებული ძალადობა, მთავრობად წოდებული ბანდიტების დაორგანიზებული ძალადობა პოლიციის გადაცმული პოლიციელების მონაწილეობით, კრიმინალების მონაწილეობით, რუსული ოცნების პარტიული წევრების მონაწილეობით, არაადამიანური საქციელი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. რა ჩვენ ნახეთ გუშინ? ეს არ არის, აღარ ვლაპარაკობ რაღაცა სამართლიანობაზე და პოლიტიკაზე. ეს არის არაადამიანური, არაქართული შეურაცხყოფელი მთელი ჩვენი სახელმწიფოსი, ქართველობის, საქართველოსი და აღარ ვლაპარაკობ ევროპულ პერსპექტივაზე. ეს სამწუხაროდ არ არის გასაკვირი რუსული ოცნებისგან, იმიტომ რომ სწორედ ეს არ გვინდა ჩვენ, როდესაც ვებრძვით რუსულ ოცნებას. თავარია რომ მათ იცოდნენ, რომ არც ერთი მსგავსი გამოხტომა, მშვიდობიანი, ხელცარიელი, ახალგაზრდა მოქალაქეების თუ არა ახალგაზრდა მოქალაქეების წინააღმდეგ არ ჩაივლის რეაგირების გარეშე. ჩვენ არ დავთმობთ არც ერთი ჩვენი მოქალაქის თმის ღერს. არავის არ გაუვარო ესე მოეფხროს, ამოეფაროს ვითომ პოლიციის კორდონს და ესე მოეფხრათ საკუთარ მოქალაქეებს. არ აქვს მნიშვნელობა არავის პოლიტიკურ პოზიციას, როგორც დღეს ამაზრზენად ისაუბრა კალაძემ, რომ თურმე ვიღაცა ქალია და ვიღაცა ქალი არ არის, ეს არ არის საქართველო და ასეთი არ იქნება საქართველო. დღეს 7 საათზე ფილარმონიასთან აქტივისტებმა დაანონსეს აქცია და ჩვენ როგორც გუშინ მთელი კოალიციის შემადგენლობით, რა თქმა უნდა უერთდებით ამ აქციას, რა თქმა უნდა ვიქნებით იქ და რა თქმა უნდა ყოველ ჯერზე მიიღებს პასუხს ყველა ეს მოძალადე, რომელიც ესე იქცევა. და ასევე მინდა უთხრა ყველა აი ამ მოძალადეების შემსრულებელ ცალკეულ ფიგურანტებს, პოლიციელს თუ არა პოლიციელს, ვითომ პოლიციელს. ყველა თქვენი სახელი და გვარი არის იდენტიფიცირებული და ყველანი თქვენ აუცილებლად დაისჯებით. მადლობა. კოალიცია ცვლილებისთვის განცხადება იყო ეს არაადამიანური, არაქართული, ასე შეაფასეს გუშინდელი მოვლენები ამ კოალიციაში და კიდევ ერთხელ კოალიციის სახელით განაცხადეს, რომ უერთდებიან დღევანდელ აქციას, რომელიც მელიქიშვილზე 7 საათზე არის დაგეგმილი. მარიკა არევაძესთან ვაგრძელებთ საუბარს და პოლიციაზე გეკითხებოდით, როგორც ქართული ოცნების
დასაყრდენზე რომ შეინარჩუნოს თუ გაიმყაროს თავისი ძალაუფლება, რატომ სჭირდება პოლიცია და ადგება თუ არა მას პოლიცია ამაში? პირველ რიგში სანამ უშუალოდ თქვენ შეკითხვას უპასუხებ პოლიციასთან დაკავშირებით, მინდა აღვნიშნო ასევე გუშინდელი გავრცელებული კადრები, სადაც პირდაპირ ჩანს, რომ ქართული ოცნების, ანუ კალაძის შტაბიდან გამოვარდა არაერთი, ესე იგი ტიტუშკა, რომელიც პირდაპირ დამიზნებით პოლიციას ურტყავს მუშს და მოხვდათ ასევე სხვადასხვა ნივთები, რომელსაც ისინი ისროდნენ. თუმცა ამ შემთხვევაში პოლიციელზე რეალური თავდასხმა, რა თქმა უნდა, რეაგირების გარეშე აქვთ დატოვებული, ხომ? და ასევე ამის სანაცვლოდ კიდევ მზია ამაღლობელი, საბა სხვიტარიძე, გიორგი ოკმელაშვილი, მათე დევიძე და კიდევ რამდენი ერთი ჩამოვთვალო, ზვიად რატიანი, ანატოლი გიგავრი, ანუ ბევრი ადამიანი სრულიად უსაფუძვლოდ იგივე მუხლით, ასე ვთქვათ, ყავთ ციხეში გამოკეტილი. ეს რას მიუთითებს? ესე იგი, რომ პოლიციის შეურაცხყოფა და პოლიციაზე თავდასხმა კი არ აინტერესებთ ამათ. ესენი რეალურად, ასე ვთქვათ, პოლიციას იყენებენ, ნამუსხდიან, ანუ ამცირებენ, იმიტომ რომ პოლიციელსაც იყენებენ სადამსჯელო შერჩევითი სამართლის ფარგლებში და დღეს თითოეულ პოლიციელმა უნდა იცოდეს, როდესაც მართლა გადამწყვეტი ბრძოლა არის და მართლა უახლოვდება ოცნების რეჟიმი დასასრულს, უნდა იცოდეს, რომ გადამწყვეტ მომენტში დადექით ხალხის გვერდით, იმისთვის რომ დაიბრუნოთ ღირსება, დაიბრუნოთ მუნდირის ტარების სიამაყე. იცოდეთ, რომ თქვენ გევალებათ საქართველოს მსახურება, ქართველი ხალხის მსახურება და არა რეჟიმის და რაღაცა ივანიშვილის დაჯგუფების. და მე მჯერა, რომ ძალიან ბევრი ღირსეული პოლიციელია, რომელიც სწორედ ხალხის ადგილზე გამოვა და ვინც არ გადმოვა და ვინც დანაშაულს ჩადის, ის პასუხსაც აგებს. აი პოლიციელების განწყობა. ჩვენ ძირითადად ძალადობის სამსახურე ფაქტებს ხედავთ ხოლმე მათი მხრიდან, ხომ გავრცელებულ კადრებში, მაგრამ იქ ადგილზე რომ უყურებთ. მე არაერთ პოლიციას ხედავ თავდახილს, უმოტივაციოს, როდესაც არ სურს ამ მიცემული ბრძანების შესრულება. ამიტომ ვეუბნები მათ, რომ უნდა იცოდნენ, რომ ისინი ემსახურებიან საქართველოს სახელმწიფოს ემსახურებიან და მოქალაქეებს, იმ მოქალაქეებს, რომლებიც მათი და მათი შვილების, ანუ ამ პოლიციელების და პოლიციელების შვილების მომავლისთვის იბრძვიან და ყველა ღირსეულ პოლიციელს დაუბრუნდება მუნდირის ტარების სიამაყე და დაუბრუნდება ღირსება, როგორც კი რეჟიმი დასრულდება და ისინი შეუდგებიან თავიანთ საქმეს. ოღონდ უნდა იცოდნენ, რომ ეს უნდა გააკეთონ, ანუ არ უნდა ჩაიდინონ დანაშაული და უნდა შეასრულონ მათი რეალური ვალდებულება. და ბოლოს კითხავთ გამოძიების დაწყებას რამე ამის მაგვარს ქართული ოცნების მხრიდან თუ ელოდებით? ქართულმა ოცნებამ გუშინვე განაცხადა, რომ გამოძიება დაიწყო, მაგრამ ეს გამოძიება ისევე იქნება დაწყებული და დაუსრულებელი, როგორც მაგალითად მკვლელობის მცდელობის საქმე მაკა ჩიხლაძესთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ეს სხვა არაფერი იყო თუ არა მკვლელობის მცდელობა და ნებისმიერი სხვა თავდასხმები არაერთი ჩვენი მოქალაქის, პოლიტიკოსის, ჟურნალისტის და ასე შემდგომ, ხომ? რომ აღარაფერი თქვა იმ პოლიტიკურ დაჭერებზე და ასე შემდგომ. გამოძიება ამათ პირობებში არ ჩატარდება, მაგრამ გამოძიებას ვატარებთ ჩვენ. გამოძიება ჩატარდება, რეალური გამოძიება, არა მარტო დღეს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, არამედ 2012-2025 წლებში რეჟიმის პირობებში ჩადენილ დანაშაულებებზე, მათ შორის საპარლამენტო კომისიის ფარგლებში და ყველა ესენი იქნებიან რეალურად ეს არ იყო გამოძიება, ეს იყო რეალურად რუსების დაკვეთა, სადაც სამშობლოს უღალატეს ამ ხალხმა, მათი პასუხისმგებლობის საკითხიც აუცილებლად დადგება. დარწმუნებული ვარ ამაში, ეს ბრძოლა უახლოვდება დასასრულს, ანუ ჩვენს გამარჯვებას. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მარიკა არევაძე, კოალიცია ცვლილებისთვის წევრი იყო ჩვენი სტუმარი.